მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ზოგადად ვნახოთ რა ენერგიებში ხართ თქვენ ახლა. ვეცდები ვიმსჯელოთ თითო არკანით და მოდით ვნახოთ, დავარიგებ ახლავე ვარიანტებს. რა ენერგიებში ხართ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე, როდესაც ეს ვიდეო შეგხვდათ. რა ენერგიებში არის პირველი ვარიანტი და რა ენერგიებში არის მეორე ვარიანტი. ქვებსაც დავამატებ ახლავე, პირველი ვარიანტი ეს ქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი ეს ქვა გვაქვს. არჩიეთ სურვილი, რომელიც მეტად გიზიდავთ, გეძახით, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. შეგახსენებთ ასევე, რომ პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. და მეგობრებო, საჯარო გაშლა რადგანაც არის უფასო, ზოგადად საჯარო გაშლები ენერგიების დაბალანსების მიზნით ველოდები თქვენს ლაიქებს, გულებს, კომენტარებს, თქვენს უკავშირს და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ამიტომაც მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. თასების სამიანი, თქვენ ახლა ხართ რაღაც დღესასწაულის ენერგიებში, სხვათა შორის მესმის ახლა შეიძლება თავს საკმაოდ ცუდად ან უადგილოდ გრძნობდეთ, ან დეპრესიულადაც კი, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ ახლა ხართ რაღაც დღესასწაულების ენერგიებში. ეს არის თასების სამიანი. თქვენ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გჭირდებათ ადამიანებთან მეტი კომუნიკაცია, ადამიანებთან მეტი საუბარი, მეტი გართობა, თუნდაც დაქალებთან ან ძმაკაცებთან, მეგობრების ბრჭყალებში სასწავთან. და იცით რა არის ყველაზე უცნაური თასების სამიანი? დღეს ზუსტად ორ ადამიანთან ერთად მე, აი როდესაც ამ ვიდეოს ვიხებ, ზუსტად ასეთ ენერგიებში ვარ მე თვითონაც, ასე თუ ისე. კარგით, გავაგრძელებ საუბარს. თასების სამიანი. თქვენ ასევე ხართ ისეთ ენერგიებში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება ის ასე არ ჩანდეს, თქვენ ახლა ამ ეტაპზე ყველაზე კარგად გამოგივათ ადამიანებთან კომუნიკაცია, ადამიანებთან მოლაპარაკებები, ადამიანებთან შეთანხმება, კომპრომისებზე წასვლა და ასე შემდეგ. ამიტომაც, თუ თქვენ გაქვთ იმის სურვილი, რომ კონკრეტულ ადამიანს გამოელაპარაკოთ გულიანად, გული გადაუშალოთ, გაუზიაროთ რაღაც თქვენი დარდი ან პირიქით რაღაც თქვენი პოზიტიური ემოციები, გაუმხილოთ რაღაც საიდუმლო ან მოელაპარაკოთ კონკრეტულ ადამიანს გარკვეულ სიტუაციებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი დღე, როდესაც ეს ვიდეო შეგხვდათ და ზოგადად ეს პერიოდი თქვენთვის ამ კუთხით არის მაქსიმალურად იდეალური. კიდევ მინდა რომ დავამატო არკანები და ვნახოთ, რა ენერგიებში არის პირველი ვარიანტი. ხმლების სათიანი. ახლა წარსულში რაღაც ძალიან ნეგატიური პერიოდი გადაიტანეთ აშკარად. შეიძლება ახლაც ხართ, აი თავდაპირველად რომ თქვი, შეიძლება თავს დეპრესიულად ან ცუდად გრძნობდეთ თქვა. აი აქ ამ არკანისგან უკვე ჩანს ის, რომ შეიძლება ახლა ახლო წარსულში უფრო სწორად რაღაც მძიმე პერიოდი ან სტრესული პერიოდი გადაიტანეთ. მაგრამ იცოდეთ, რომ თუ ახლა ხართ ამ პერიოდში, ეს პერიოდი უკვე უახლოვდება თავის კულმინაციას, ანუ სრულდება. კიდევ დავამატოთ არკანები, რა ენერგიებში არის პირველი ვარიანტი. კვერთხების სათიანი, ღმერთო ჩემო, მეგობრებო, ყოველი ნეგატივი, რაც ახლო წარსულში იყო თქვენს ცხოვრებაში, ყოველი ეს ნეგატივი სრულდება. ყველაფერი ნეგატიური მთავრდება, უახლოვდება თავის დასასრულს. ერთადერთი ვიტყოდი იმას, რომ თქვენ ახლა ამ ეტაპზე გჭირდებათ გავიმეორებ მეტი გართობა, მეტი კომუნიკაცია ახლო მეგობრებთან, ამხანაგებთან, მეტი სასიხარულო ენერგიები, იმიტომ რომ თქვენ ხარ ძალიან გადაღლილი, თქვენ ახლო წარსულში საკუთარ თავზე გქონდათ აღებული ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობები, ზედმეტად ბევრი სტრესი, გააზრებულად თუ გაუაზრებლად. ძალიან ბევრი შრომა იყო აქ, ან ძალიან ბევრი ნერვიულობა, ძალიან ბევრი შფოთვები. მე აქ ვუყურებ სრულიად გადაღლილ ადამიანებს, პირველი ვარიანტი. ადამიანებს, რომლებიც არიან გადაღლილები ფიზიკურად, მენტალურად, რომლებსაც აქვთ გადატვირთული ასტრალური სხეული, ზედმეტად ბევრი ინფორმაციებით, ზედმეტად ბევრი არასაჭირო ცოდნებით. ამიტომაც პირველი ვარიანტი მეტი გართობა შეძლების და გვარად მეტი დასვენება განსაკუთრებით ადამიანებთან რაღაც ასეთი ლაითი სასიამოვნო დასვენებები შეიძლება დალევოთ, რატომაც არა, ან რაღაც მსგავსი ენერგიები და ნაკლებად უსმინეთ რაღაც არასასიამოვნო ინფორმაციებს სოციალურ ქსელებში, რაღაც ნეგატიური ინფორმაციები უბრალოდ ეცადეთ რომ ასკროლოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გროვდება და რა თქმა უნდა ნეგატიური ენერგიებით ვლინდება ჩვენს რეალობაში. ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება პირველი ვარიანტი.
სულ ეს არის და მოდით ახლა ჩვენ გადავიდეთ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ მეორე ვარიანტი თქვენ რა ენერგიებში ხართ. არკანის სამსჯავრო. უფროსი არკანი არის ეს და თანაც საკმაოდ მძიმე არკანი. პირველმა ვარიანტმა თუ მძიმე პერიოდი გაიარა ახლო წარსულში, თქვენ ახლა ხართ სავარაუდოდ ამ მძიმე პერიოდში, ამ მძიმე ენერგიებში, სადაც ყველაფერი არის ასე თუ ისე გაუგებარი, როდესაც ბოლომდე ვერ ხვდებით რა გააკეთოთ, რა შეცვალოთ. აქ დიდი ალბათობით მეორე ვარიანტი თქვენ გწყურიათ გარკვეული ცვლილებები რეალობაში, მაგალითად ადგილმდებარეობის შეცვლა, სამსახურის შეცვლა, ადამიანების შეცვლაც კი შეიძლება იყოს ეს, ხო? ანუ გარემოს შეცვლა, სასტავის ბრჭყალებში შეცვლა, სამეგობრო წრის. იმიტომ რომ ახლო წარსულში თქვენ გააკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნები, თქვენ თუ ჯერ ვერ მიხვდით, როგორც მინიმუმ ნელ-ნელა ხვდებით იმას, რომ ისევ იგივე ტემბრით, ისევ იგივე რეალობაში ყოფნა თქვენ ნამდვილად არ გინდათ და ფიქრობთ, ისეთ ფიქრებში ხართ, როდესაც ვერ ხვდებით ბოლომდე რა შეცვალოთ, რითი დაიწყოთ ეს ცვლილებები. თან გგონიათ, რომ ცვლილებები თქვენთვის შეუძლებელია, არის აქ ასეთი ფიქრები, რომ რა ახალი სამსახური, რა ახალი გარემო, რა სხვაგან გადასვლა, ეს ჩემთვის შეუძლებელია, ეს ჩემთვის არ ვიცი, მიუწვდომელია. Shut up. მოკეთეთ მეგობრებო, ნუ ეუბნებით საკუთარ თავს ასეთ რაღაცეებს. უბრალოდ ნუ ეუბნებით. იმიტომ რომ როდესაც თქვენ საკუთარ თავს ეუბნებით ხშირად ეს ჩემთვის შეუძლებელია, ეს ჩემთვის რთულია, ეს ხდება კიდევ უფრო შეუძლებელი და კიდევ უფრო რთული. ნუ ეუბნებით ამას და ყურადღებით იყავით თქვენ სიტყვებთან. ახლა თქვენი სიტყვები ძალიან დიდ როლს ითამაშებს. ყველაფერი არის შესაძლებელი თქვენთვის მეორე ვარიანტი. თქვენ ახლა რასაც გეგმავთ, იქნება ეს გეგმავთ რა გეგმათა მონახაზი რასთან დაკავშირებითაც გაქვთ, იქნება ეს არ ვიცი, ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლა, რაღაცის ყიდვა, გაყიდვა, არ ვიცი, სხვა სამსახური, სხვა ადამიანები თქვენს ირგვლივ ზოგადად, აბსოლუტურად ყველაფერი ცვალებადი, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და შეიცვლება. თქვენს ხელში არის ყველაფერი და რაც ხდება ახლა თქვენს რეალობაში და თქვენს ირგვლივ, ხდება ძალიან სწორად, ძალიან გრამატიკულად და მესმის ახლა შეიძლება ძალიან მძიმე ენერგიებში იყოთ, გიჭირდეთ სწორი დასკვნების გაკეთება, გიჭირდეთ, არ ვიცი, ფიქრი გიჭირდეთ, ცხოვრება ვერ ხვდებოდეთ, სად მიდიხართ და როგორ მიდიხართ, მაგრამ დამიჯერეთ, თქვენ მიდიხართ ახლა ძალიან სწორად, ძალიან სწორი მიმართულებით, სამყაროს მიყავხართ, პირდაპირ ხელჩაკიდებული მიყავხართ სამყაროს და ხო, სტრესული პერიოდი გასაგები არის, მძიმე პერიოდი გასაგები არის, პერიოდი, სადაც ხდება რაღაც გლობალური, სადღაც არასასიამოვნო და მტკივნეული ცვლილებები, კი ბატონო, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ხდება ძალიან სწორად და თქვენ შედეგი ძალიან დადებითად გაგაკვირვებთ. კიდევ ერთი არკანით მინდა ვუთხრა მეორე ვარიანტს უკაცრავად, რაიმე სახის ინფორმაცია, რა ენერგიებში ხართ ახლა მეორე ვარიანტი. კვერთხების 6-იანი. მეგობრებო, ეს არის პირდაპირ გამარჯვების არკანი. შეხედეთ ის წრე, რომელშიც თქვენ მუდმივად დატრიალებდით, ის მომაბეზრებელი რუტინა, ის ნეგატივი, რაც გაწუხებდათ, აბსოლუტურად ყველაფერი ნეგატიური, აბსოლუტურად ყველაფერი, რაზედაც ახლა დარდობთ ყველაზე მეტად, ამ ყველაფერზე თქვენ განა გაიმარჯვებთ, არამედ უკვე ხართ ამ ენერგიებში, როდესაც იმარჯვებთ. კი, შეიძლება ეს ერთი შეხედვით არ ჩანდეს ასე, მაგრამ სამყაროში ყველაფერი ჯერ ხდება ასტრალურ პლანზე, ანუ ენერგეტიკულ დონეზე და მერე ვითარდება ჩვენს რეალობაში. და იცოდეთ, რომ ეს ცვლილებები, პოზიტიური ცვლილებები, გამოსვლა ამ ნეგატიური მდგომარეობიდან ენერგეტიკულ დონეზე უკვე დაიწყო. და რა თქმა უნდა, ძალიან მალე გამოვლინდება თქვენს რეალობაშიც. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა წარმატებები და ნახვამდის.